შენობების ფასადებთან დაკავშირებით ახალი სტანდარტები დამტკიცდება. ამის შესახებ ინიციატივით ირაკლი კობახიძე გამოდის. მისი თქმით, დამტკიცდება კონკრეტული პარამეტრები, რაც განსაზღვრავს შენობების ფასადებს, ღობეებს და სახურავებს. რა ტიპის სტანდარტებზეა საუბარი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კობახიძე ამბობს, რომ შენობების იერსახე გემოვნებიანი უნდა იყოს, რაც შეიძლება ნიშნავდეს კობახიძის ეს ინიციატივა, როგორ ფასდება ის არქიტექტორების მხრიდან და რა კითხვებს აჩენს შენობების იერსახისთვის სტანდარტების დადგენა. ანუკა ჯახადაც ცდილობდა თემის დეტალების გარკვევას და ისახლა შეფასებებს პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს. ანუკა, მოგესალმები და გისმენ. თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ რა ტიპის სტანდარტების შემოღებას განიხილავს შენობებისთვის მთავრობა, თუმცა ირაკლი კობახიძის განცხადებაში ბევრი კითხვის ნიშანია, რომელზეც ჯერ პასუხები არც ბიზნესს აქვს საბოლოო ჯამში და არც არქიტექტორებს. დარგის სპეციალისტების ნაწილი თვლის, რომ ერთიანი სტანდარტის დადგენა საბჭოური მიდგომაა და პრობლემას, რომელიც ქალაქში უსახური შენობა ნაგებობების მშენებლობას უკავშირდება, ვერ გადაწყვეტს. მათი თქმით, მსგავსი მიდგომა შეიძლება დაშვებული იყოს ისტორიულ ქალაქებში, თუმცა მთელი ქვეყნის მასშტაბით იმაზე საუბარი თუ როგორი უნდა იყოს შენობის სახურავი თუ ღობე არასწორია. ქალაქში ეგრეთ წოდებული კოეფიციენტები არეგულირებს და ზონები არეგულირებს სად რისი მშენებლობა შეიძლება. ეხლა აქ ფასადებზე და სახურავებზე პრაქტიკულად შეუძლებელია არც არის სწორი რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ მაშინ გამოდის რომ მივიღებთ რაღაცა სტანდარტიზირებულ შემშენებლობას, როგორიც იყო საბჭოთა კავშირის დროს, როგორიც არის ერთნაირი კვარტლები მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და რომელზეც არაერთი ფილმია გადაღებული მათ ერთგვაროვნებაზე და ჰომოგენურობაზე. ქვეყანაში, ქალაქებში მდგომარეობის გასაუმჯობესებას არ ჭირდება რაღაცა ალბომი, რომელსაც გადავშლით და აი ესეთი სახლი მინდა და ესეთი სახლი მინდა. იქ არის მთელი პარამეტრები და რეგულაციები, რომელიც როგორც მოსახლეობამ, ისევე რაც თავარი სახელმწიფომ უნდა დაიცვას. ეს რეგულაციები ხშირად ირღვევა, როდესაც არსებობს პოლიტიკური ნება, ან აქვს კონკრეტულ ადამიანს გავლენის დიდი ძალა, ეს არის პრობლემა. თბილისის გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორი მერაბ ბოლქვაძე ამბობს, რომ ეს სტანდარტები უნდა იყოს მხოლოდ ზოგადი ხასიათის და ის არეალების მიხედვით უნდა განსხვავდებოდეს. არ შეიძლება ერთნაირი სტანდარტი იყოს ყველა ქალაქსა თუ სოფელში, სადაც თავისი სპეციფიკური გარემო მახასიათებლებია. მერაბ ბოლქვაძის შეფასებით ზოგადი სახის რეკომენდაციები შენობების იერსახესთან დაკავშირებით ევროპის ქალაქებში არსებობს, მაგრამ საბოლოოდ მთავარი მაინც ამ შემთხვევაში უშუალოდ პროექტია, რომელიც არქიტექტორების მიერ მუშავდება და მუნიციპალიტეტთან ისედაც თანხმდება. შეუძლებელია ყველა დასახლებულ პუნქტს და ქალაქს ჰქონდეს ერთნაირი მახასიათებელი ესთეტიკური. გნებავთ ეს ფასადებს შეეხებოდეს, გნებავთ გადახურვის ელემენტებს, გნებავთ ღობეებს. ამიტომ კონკრეტულმა პროექტმა უნდა დაადგინოს ესა და ეს ჩანაწერი აუცილებლად უნდა იყოს ამ მოთხოვნებში. კონკრეტულ პროექტებზე რაკეღარ მუშაობენ ცალკეული ჯგუფები, ცალკეული დასახლებების და უბნებისას. ისინი 2 წელი მუშაობენ, 2-3 წელი. მუშაობენ ხელოვნებაცოდნეები, არქიტექტორები, ისტორიკოსები და მთელი ამ დროის განმავლობაში ადგენენ მაგალითად როგორი იყოს მესტის მახასიათებლები, როგორი იყოს სიღნაღის მახასიათებლები, როგორი იყოს ქუთაისის, ბათუმის ან კონკრეტული დასახლების მახასიათებლები და ასეთი კონკრეტული პროექტს ახლავს ძალიან დიდი კვლევა და დასაბუთება და ის იძლევა პასუხს. ამიტომ ერთ-თან ორ თვეში გაკეთებული რაიმე მოთხოვნები ბუნებრივად ვერ იქნება სრულყოფილი. ამიტომ ეს უნდა იყოს მხოლოდ ზოგადი ხასიათის. უშუალოდ რა ტიპის სტანდარტებზე მიდის მსჯელობა, რომლის საფუძველზეც გეგმავს მთავრობა მომავალში სამშენებლო ნებართვების გაცემას, ჯერ უცნობია შესაბამის პირობებს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტო ამუშავებს. უფრო მეტ დეტალს საკითხზე ჩვენ შემაჯერებელ გამოშვებაში მოისმენთ. მადლობა ანუკა ჯოხაძე იყო, რომელმაც შენობების ფასადებთან დაკავშირებით ახალი სტანდარტების დაწესებასთან დაკავშირებით შეფასებები გაგვასწრეთ.